დღეშო დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ეკო ერთი კითხვა მაქვს. დღეს რაღაცა ძალიან კაცური გადაცემა გვაქვს. სამხედრო მანქანები დავიწყეთ და ეხა შტანგა მოგიტანია რა ხდება? შტანგა მომიტანია და ნახე რაღაცა ტესტოსტერონის მომატებას ხო არ აქვს ადგილი შენში? არა, ნანიკო რა მეტყობა? როგორ აგეტყობა შტანგა გიდევს წინ, არ ვიცი რა. ხო და კუნთები მინდა რომ დავიყენო რა. გაქვს ისედაც. არა, უფრო მეტად. არ გიჭირს ახლა ეგ მძიმე არ არის? იცი რა არის, ცოტა მძიმე არის, 5 კილოგრამიანია ეს ყველაფერი, უბრალოდ ეს რაღაც შტანგის გირები, არ ვიცი ამას ზუსტად რა ქვია. სიმძიმეები. არ გაგეცეს. ეს ვერ ავწიე. ცოტა ავწიე, მაგრამ არა, კარგად რომ დაეჭიდო, აწევ, მიდი. არა, ასე მოუმზადებლად მე მგონი არ შეიძლება. ხელები სად უნდა მოვკიდო, არა, მოდი იქითკენ შენ, იქითკენ მიიწიე. 1 2 და 3. აბა! ძალა ერთობაშია. აბა სუზემოთ აწიე. ესე უნდა დავიჭიროთ მე. არა, არ ჩამოგივარდეთ. არა, სტუმრები ამობენ აუ, დავიღუპებით არ მოგიგო ხელი. მაშინ აუ, შემოვიყვანოთ ჩვენი სტუმრები, მთავარი ჩვენი სტუმარი. ეს არის ბოდი ბილდერი ქართველი ვიქტორ გეგეშიძე. გთხოვთ სტუდიაში. გამარჯობა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გამარჯობა. კინაღამ ჩვენც გავხდით უცებ შტანგის ამწევები, მაგრამ სიფრთხილე გმართებს, ხო? აუცილებლად რა თქმა უნდა. ეს არის ადამიანი, რომელიც არის ბოდი ბილდერი, მოვარჯიშე, რა ვიცი, თქვენ ინსტრუქტორიც ხარ, ტრენერიც. პერსონალურადაც ვავარჯიშებ ხალხს. რა ვიცი, დღეს შემიძლია გაჩვენოთ რამდენიმე ვარჯიში, რომელიც გაამკვრივებს, გაალამაზებს სხეულს, როგორც ქალბატონებისთვის, ესე მამაკაცებისთვის. დიახ. რა დღეს შემიძლია თუ გვაქვს ამის საშუალება რამე ინვენტარი მაგრამ რა გახატიათ მაისურზე უბრალოდ ვინარი ხედავ შეეულია ლამაზი მისტერ ოლიმპია რონი კოლმანი ჩემპიონია ალბათ ხო რა ქვეყნის მოქალაქეა ამერიკელი რა თქმა უნდა ამერიკელები არიან წამყვანები ამ სპორტში მე მგონი იყო რაღაც აი ეს თქო მზადებით ხომ უყურეთ ეკრანზე მეგობრებო რამხელა კუნთები აქ ну, ეხლა ამჟამად მაინც და მაინც არ ვარ ფორმაში, ხას პერიოდი დავისვენე და დაახლოებით 10 კილომეტრი. როგორც კი ისვენებთ, კუნთები იმ წუთასვე იფუშება? ძალიან რთული მომენტია, როდესაც ვარჯიშობ ამ დროს მაქსიმალურად კუნთები დაბერილია, ესე ვთქვათ. როცა ვანებებთ თავს, ყვებასაც არ უწყობთ ხელს შესაბამისად და ამ დროს კუნთები დანამატება აუცილებელია. აუცილებელია, ну, სპორტული დანამატები, პროტეინი, ამინო. კი, პროტეინებს ანუ ღებულობთ, დიახ. ის შეუძლებელია და ანუ ეს არის მუდმივი რეჟიმი, სულ ვარჯიში, სულ ყვების კონტროლი. ამიტომ ძალიან რთულია მაგის გარეშე, წარმატებას მიიღწევა. მე ვთვლი, რომ ბოდი ბილდერები არიან ყველაზე საუკეთესო ინსტრუქტორები და მათ ყველაზე კარგად იციან გახდომის საიდუმლოებანი. მოდი, დავიწყოთ. რამდენიმე სეკრეტი. და ვასწავლოთ ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ ძირითადად ქალებს და კაცებს ყოველს უნდა ვარჯიში, ყოველს უნდა კუნთები გახდომა, მაგრამ ყოველს ეზარება დარბაზებში სიარული ან რაღაც ბევრი ენერგიის დახარჯვა და მოდით ახლა ვასწავლოთ ეს ვარჯიში. უბრალოდ და სხვა ინვენტარი მგონი არ გვაქვს, ხო? შესაძლებლობა რომ სხვა ინვენტარი არ გვაქვს. განტელი ან კარგით. სხვა რა გინდოდათ? საიდან უნდა დავიწყოთ? ნუ უბრალოდ ახლა რთულია ეს ძალიან მძიმე შტანგა. ამაზე რაიმე ვარჯიშის შესრულება გაჩვენოთ. ეს რამდენი კილოიანი შტანგაა? ზუსტად არ ვიცი, ალბათ 70 კილომდე საბარაუდოდ უნდა იყოს. ზუსტად. პირველი არის 20, როგორც ვიცი, მერე 15 არის. 20 და 15, ხო? კი. ხო. ნუ ამაზე მგონი დღეს ვერ გასწავლეთ ესეთ ვერაფერს განსაკუთრებულს. აი 5 კილოგრამიანი ეს. 5 კილოანებით შეიძლება ნუ როგორც ყველაზე აქტუალური, ალბათ თქვენი აზრით რომელი კუნთია დღესდღეობით? ქალებს რა უნდა? ნუ ტრიცეპსიც რა თქმა უნდა ფეხი და დუნდულო. მე ვფიქრობ დუნდული საჯდომის ყველაზე დიდი პრობლემაა ქალბატონების. ეს ვფიქრობ ხელის კუნთებზე საუბრობ. ნუ ხელის კუნთებით შეიძლება მითქვა, უბრალოდ განტელი უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ ყველანაირად ჩავთვალოთ სამწუხაროდ რატომღაც განტელი არ გვაქვს, მაგრამ მე რა იგივე განტელია ესეც და დუნდულოს გვასწავლეთ თუ შეიძლება. კი ბატონო. არის რამდენიმე ვარჯიში. დიახ. ნუ დაწოლილ მდგომარეობაში შეიძლება, მაგრამ ისევ და ისევ არ გვაქვს ამის საშუალება, ამიტომ გაჩვენებთ ჩვეულებრივად როგორ შეიძლება სიმძიმეებით. პირველი ვარჯიში ეს არის ჩაჯდომები. ჩვეულებრივი სტანდარტული ჩაჯდომა. კი, რა თქმა უნდა, ფეხები გვაქვს მხრევის სიგანეზე. წელი ჩაგდებული. ჩაგდებული წელი როგორია? საჯდომი უდნავ უკან გაწეული და ჩავდივართ აი ესეთ მდგომარეობაში. სიმძიმე როგორ უნდა შევარჩიო, თქვა დამწყები ვარ. სიმძიმეს ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, ზოგს სიმძიმეს საწევა შეუძლია, ზოგს ნაკლებად. ანუ ვის როგორ მინიმალურით იწყება ალბათ. ანუ ეს რამდენჯერ უნდა გავაკეთოთ? ეს შეიძლება გავაკეთოთ 15 გამეორება, 12 გამეორება
და 4-5 მისვლა. ეს სიმძიმე ახლა რისთვის არის კარგი ამ წუთას ხელებისთვის დაწყებისთვის ძალიან. უფრო. მთელ კუნთებს თუ რაღაც კონკრეტულ კუნთს ამ შემთხვევაში ფეხების ვარჯიშს ვაკეთებ, საჯდომის ვარჯიშს ვაკეთებ და ამ შემთხვევაში ადგება კუნძალა. ხო, ანუ აი სიმძიმით. ძალიან ბოლომდე არ უნდა ჩავჯდეთ და ბოლომდე არ უნდა ძიმეა ეს ცოტა ჩემ დაწყებისთვის, ანუ ხა აქეთ-იქით გადადასება. ანუ სახში თუ მაყურებელს არ აქვს სიმძიმეები, შეუძლიათ ციგნები ჩადონ პარკებში, 5 კილომდე ავიდნენ და ციგნები ხო შეიძლება ძალიან მარტივია ბოთლის ბოთლები. უფრო იოლია ეს და ანუ ჩემი ტანის სიმძიმით კი არ ვიბუქნები ამ გირების სიმძიმით. მაგრამ ეს ნელა უნდა გააკეთო ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და რთულია. და წელი უნდა გქონდეს სწორი. ცოტა ფეხები განზეთ და ქუსლებზე ხო და გააკეთეთ რა, ძალიან მეტკინა მუხლები. და აქცენტი უნდა იყოს ყოველთვის ქუსლებზე. ეკო, ქუსლიანი ბოტასი რო გაცვია, მაგაშია მთელი უბედური ბოტასი არ უნდა იყოს ქუსლიანი, უნდა იყოს ნანიკო, ტანსაცმლის ჩაცმას გეხოცებანი მასწავლი, ეს ძალიან კარგი ბოტასია და არ უნდა დაიწყო პირველ რიგში, იმიტომ მიჭირს რომ 10 კილოიანი იმებით ვარჯიშობდა. ეს რო იყოს 2 უთხარით რომ უნდა დაიწყოს 5 კილოიანით. გააჩნია, ანუ ზოგს შეუძლია, ზოგს არა. ამ შემთხვევაში მგონი რომ მძიმეა. ცოტა ნაკლები წონი. მძიმეა, ამით ვარჯიში რომ არასდროს არ ვარჯიშობ და იწყებ, ჩემი აზრით მძიმეა. კარგი, ბატონო ვიქტორი გვაჩვენებს მაშინ როგორ უნდა გავაკეთოთ ზუსტად ეს ვარჯიში. ეს ვარჯიში კიდევ ერთხელ გაჩვენებთ მაშინ. მაქსიმალურად ვაწვევით ქუსლებით, თქვენ ჩავდივართ სახე პირდაპირ. სიმძიმე ქუსლებზეა გადატანილი, ხო? ანუ აი ესე. კი. და ამოვდივართ პირდაპირ ისე. ხო, ესე თავისუფლად ვაკეთებ და აი ქალებმა თქვათ, რამდენ ხანში შეიძლება რომ ტანი დაიყენონ, თქვათ, არა ესეთი რაღაც ბოდიბილდერის, თუმცა აი მოვიდნენ ფორმაში, კუნთები განუვითარდეს. საერთოდ 3 თვეა მოსამზადებელი პერიოდი, რადგან ისწავლო ვარჯიშების შესრულების მანერა, ტექნიკა, ესე ვთქვათ. და 3 თვის მერე უკვე რა თქმა უნდა მიდის და მიდის უფრო განვითარება. იწყებს უკვე ფორმირება. ქალებმაც უნდა ვჭამოთ ის დანამატები პროტეინები, თუ არ არის საჭირო. შედეგს, ვის როგორი შედეგს მიღწევანა, თუ უფრო მაღალი შედეგი. არ მინდა რომ ვიყო ბოდიბილდერი, მინდა ვიყო ქალი უბრალოდ, რომელსაც ლამაზი სხეული აქვს, გამოყვანილი მუცლის პრესი, ხელები, ამისთვის საჭიროა პროტეინები, თუ უბრალოდ სიმძიმეებით შეიძლება დავიწყო და სიმძიმეებითაც და სწორი კვება მაინც აუცილებელია. პროტეინებს მე არ მივიღოთ პროტეინები, სპორტული დანამატები, მაგრამ ეს სწორი კვება მაინც აუცილებელია. სწორი კვება რაც სილოვანი კვება ვარჯიშის მერე 2 საათი არ უნდა ჭამოთ, შემდეგ სილოვანი თუ გვინდა რომ კუნჩი გადავიდეს. უფრო არასწორია. ვარჯიშის შემდეგ ეგრევე შეიძლება მივიღოთ გავსუქდებით? არანაირად. გააჩნია რას შევჭამთ, რას მივირთმევთ მაგალითად. სილოვანი კვება რა, ეს გამიგია ხშირად. კი, რა თქმა უნდა, სილოვანი, მაგრამ სილოვანი არ მომატებს ცხიმს. სილოვანი პირიქით კუნთს უხდება, არ მომატებს არანაირად. ცხიმს კუნთისთვის აუცილებელია და რაღაც განსაკუთრებულად არ გაიზრდება კუნთი ამ შემთხვევაში. ზოგს გონი ერთი მიღებით, 2 მიღებით, რაღაც სასწაული მოხდება, ეგ არა. თან ძალიან ხშირია ვარჯიშის მერე და თუ ცილოვანი შეიძლება ეს კარგი რჩევაა ძალიან მიდის და არა წონაში. 3 თვეში ვინც ესე იგი ვარჯიშობს და პირველი 3 თვის განმავლობაში ვერ ისე შედეგს ვერ მიიღებს, არ მოდუნდეთ, აუცილებლად ძალიან მალე თქვენი შედეგიც დადგება. მოდით ახლა შემოვიყვანოთ ქალები, რომლებსაც შედეგი დაუდგა დიდი ხნის წინ. ეს ქალბატონები არიან შტანგისტები, ქეთევან ჯაიანი, თამარ ბერიძე, ნია ბარხუდაროვა. თამარ ბერიძე, ნია ბარხუდაროვა. გამარჯობა, მადლობა მოგზანებისთვის. და რაც თავარია, სამაყო სვეტა კორელენკო, რომელიც უკვე 67 ქალბატონო სვეტა, თქვენ შტანგასებთ? ვაიმე, რა მოგწოდეთ. აი, აქ დავწანთ. ანი, კარგი, სადაც გენებოთ. სადაც გენებოთ. ქალბატონო სვეტა. როდის დაიწყეთ ვარჯიში? მე უკვე 20 წელიწადია მუშაობდი უნივერსიტეტში და იქ ნახე რომ ახალგაზრდა ბიჭები ვარჯიშობენ, მეც დავიწყე ნელა-ნელა ვარჯიში. მოდი, გოგოები არ ვარჯიშობდნენ, ბიჭები ვარჯიშობდნენ და აყევით ბიჭებს 20 წლის წინ. და ბიჭები შტანგას ეტაკეთ? ხო, ნელა-ნელა. რამდენ კილოს წერთ? ეხლა 60 კილოს წერთ? თქვენ ეს ამას აწევთ? ეს 70-ია. 60 შემიძლია. და არ გიჭირთ, აბა ცადეთ, თუ გაგიჭირდებათ რაღაცას აგერ ვიქტორი მოგეხმარებათ. დააკლებს ან ოდნავ, თუ შეიძლება რომ 10 კილო მოაკლოთ. თქვენ ანუ სპორტსმენი არ ბრძანდებით, ესე უბრალოდ თქვენ თვითონ ვარჯიშობთ. და ეს ცხოვრებაში ალბათ გაახალგაზრდავთ, ხო, გეხმარებათ. არა, პუნქტი არა აქვს, მაგრამ 70 კილოს წევს, ხო, ეგეთი არაფერი არ გამიგია. თქვენ ალბათ ეს ყველაფერი რაღაცა ახალგაზრდობაში, გაახალგაზრდობას გიხარჯებებს. არა. არა. ესე რომ უნივერსიტეტში დავიწყე ნახე
ბიჭები. ტანი მოგეწონათ, მათი თუ რატო დაიწყეთ? ხო და თქვენ ვერ ხვდებით ეს ყველაფერი მართლა გიახალგაზრდავებთ ცხოვრებას. ბრავო, ქალბატონო სვეტა, ბრავო. ოჯახში რას გეუბნებია ქალბატონო სვეტა? აი რომ მიდიხართ შტანგის ასაწევად სავარჯიშო. არ შეიძლება, როგორ შეიძლება ხალი ესეთი მძიმეზე? მეთქი აბა ქალბატონო. ვარჯიშო. მე წამოყვებით უნდა გიყუროთ რა. ესეთი არაფერი მინახავს. აბა მოსინჯა ქალბატონო სვეტა. ხელები ერთი იქიდან, ერთი აქედან. ბრავო. ბრავო ქალბატონო სვეტა. 2 3 60 კილოა თუ რამდენი კილო აქვს ახლა ქალბატონო? 60 კილო აქვს. ბრავო. 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 ეხა მეც უნდა ვქნა და რამდენი წელია შეიძლება მე? იმია. ბრავო. თქვენ წევთ? რა თქმა უნდა ეს ქალბატონები არიან საქართველოს და ევროპის ჩემპიონები ძალოსნურ სამჭიდში. ეს ძალოსნური სამჭიდი საერთოდ რას ნიშნავს უთხრათ? ჩაჯდომი არის ჟიმი, ეგრეთ წოდებული ბენჩპრესი და დედლიფტი, რაც გააკეთა წეღან სვეტა. აი, ცაში რო წევენ ეგ რა არის? ცაში რო წევენ ეგ უკვე სხვა არის, ეგ არ არის. კლასიკური მძიმე ატლეტიკა. ქალებშიც არის ეს სახეობა? აი, ფოტოს ძალიან დიდი კუნთები გაქვთ? ისე. ოჰო. აბა ვინმე რამე გაუბედოს. რამდენი ხანია ვარ, რატო გადაწყვიტეთ, რომ ასეთმა ლამაზმა ქალბატონებმა მაინდა-მაინც აი ამით დაკავდეთ? სიმართლე გითხრათ, ანუ ეგრევე არ ვეტაკე შტანგას, თავიდან მოცეკვავე ვარ ეხლაც, ქორეოგრაფი. პლუს სამედლისაც ეკვებ? არა. პიარემი. უფრო მაგეთ უნდა იყოთ წესი. ხო. ნუ ვარჯიშობდი ჩემთვის. აერობიკა იყო ჩაულებრივად გაწალოები ან იოგა და ასე შემდეგ და არ გეყოთ მე რაღაცა ხო და შემოთავაზე ეს შტანგა უარი არ თქვი, ვცადე, მომეწონა და გამოგივიდა. რამდენი კილოა თქვენი რეკორდი? სიმართლე გითხრათ, ანუ პიგზე არ ავსულ ვარ, ანუ ჯერჯერობით ვარჯიშობ. ჯერ წინა აქვს რეკორდი. ქალებო. მე რაღაც ეტაპობრივად გამომივიდა, ანუ შეიპინგი, მე გადავედი ტრენაჟორებზე და ბოლოს დამთავრდა შტანგით. და თქვენი აი რა რეკორდი როგორია ნანიკო? 145. რამდენი? 145 კილო. აი ესე წევთ ჩორბოთ ბევრჯერ 145 კილო. არა, ბევრჯერ ესე წონას ვერ ამოწევ, ესეთი წონა უნდა მოიწიოს ერთხელ. ეს არის, იმიტომ რომ კაცებში რეკორდი არის 200 კილოზე ოდნავ მეტი. ეს კლასიკურ მძიმე ატლეტიკაში, როდესაც ლაპარაკი არის ძალის მიერ სამჭიდში, გაცილებით დიდ წონებზე ლაპარაკი. გაცილებით დიდზეა საუბარი. თქვენ კიდე ლაპარაკობთ თანასწორ უფლებიანობაზე ქალების და მამაკაცების. შეშინოდეთ კაცებო. ქალები დაგახვეთ რე სტუდიაში, მაგრამ თქვენ კი არ მოხვდეთ. რა ფემინიზმი, რის ფემინიზმი? აბა შეეჯიბროს ვინმე. დიახ, ანუ რო ამბობ. ძალიან მიხარია. ეკო, ერთი წუთით. დიახ. გააჩნია რამდენი ხარ შენ? ეკო, გამოიწე კამერას. ხარ 200 კილო და წევს 70 კილოს ეს არ არის არაფერი. ანუ გააჩნია შენი კილო, შენი წონა. შენ წონას მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად არ არის ესე, რომ დაუშვათ 100 კილოიან მაწიოს 100 კილო არ არის რეკორდი. გასაგებია. თქვენ რამდენი კილო ვართ? 58 კილო. და 145 წევთ. ხო, ნუ რაღაც წონით კატეგორიაში გარკვეული ეს წონამდე რომ მიხვიდე, ამ საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება. ნუ ახლა შრომის გარეშე არაფერი არ კეთდება. რამდენ საათს ვარჯიშობთ დღეში გოგონებო? სიმართლე გითხრა, შეიძლება მე 2 საათი. ქალბატონო 2 საათი ვარჯიშობთ? ხო. ფიზიკურად კამარი რო გაქვთ მოტანილი? კამარი ხო ეს ჩემი კამარია. ეს კამარი რისთვის არის? ქალბატონო შეტას არ ჭირდება კამარი. არა, ქუსლებზე, ძალიან ლამაზი სანახაობა, ნახე ქუსლებზე. ქუსლებზე ლებითო. კი. გახურები. რამდენი კილოა ვიქტორ? ალბათ 80 კილომდე იქნება. ბრavo. გიყურებდა? 150 წევსო და ხა ქუსლებით და სპორტულად და კამარიც მე მიკეთია. შვენივრად აცია 80 კილო. ქალბატონო, თქვენ რატო არ იკეთებთ კამარს თუ კი საჭიროა? არა. თქვენ პირდაპირ, ხო? ხო. ვიქტორ, როგორ შეაფასებდით ახლა დღეს ამ ქალებს? რაც ჩვეულებრივი, რა თქმა უნდა, კარგი შედეგები აქვთ და საქართველოში ვარჯიშობენ და საკმაოდ წარმატებული სპორტსმენებიც აქვს სამჭიდში, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცებიც. უბრალოდ ცოტანი ვარ. გოგო ქალებთან მაგის დღეისებთან
საქართველოში პრობლემა ძირითადად დუნდულა კუნთების, ხო? აი ყველაზე ეფექტური ვარჯიში, აი თქვენთვის რა არის? ჩაჯდომა, ესე ჩვეულებრივი ჩაჯდომა. სიმძიმით? შტანგი? აბა, აი მე ესე იგი ვიქტორმა ჯერ გირებით გამწყებისთვის იწყებთ რა ეს ყველაზე მინიმალური ვარიანტი. აი ქალბატონმა სვეტამაც იცის. რითი იწყება ქალბატონ სვეტა? რითი იწყებთ პირდაპირ? პირდაპირ შტანგითგან ეჭნა. ხო, და ნელა-ნელა. ნელა-ნელა ამატებთ. მე მგონი იდეალური მაგალითია ქალბატონებისთვის ქალბატონის სვეტა. წარმატებებს გისურვებთ, გაოცებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო, ივარჯიშეთ. ყველას მოუწევდებთ ჩვენ ყველა გადაცემაში ვარჯიშისკენ, აი ნახეთ 60 ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ. ისე ვარჯიშობსო, საერთოდ არც კამარი ჭირდება და არის ჯამდენი და ბედნიერი ვიქტორს მადლობა იმისათვის რომ გვასწავლა რამდენიმე ვარჯიში და თქვენ მადლობა მოგდანებით. წარმატებებს გისურვებთ გოგონებო. პირიქით. მალე დავბრუნდებით ძალიან საინტერესო რაღაცეებით.